ნინოსი სანოდარისა მზიასი მანანასი გია გიორგისა რა ქართველი ერის გამოცოცხლების აპრილი არის უმნიშვნელოვანესი დღე ქართველი ერისთვის, ეს არის ჩვენი ერის გამოღვიძების დღე, როდესაც მთელმა საქართველომ ხმა იმაღლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი ერქვა და საბჭოთა ხელისუფლება ერქვა. ეს არის გამოცოცხლება ქართველი ერის და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც იმ შედეგამდე მიიყონა, რაც არის დღეს საქართველოში. შედეგი არის ის, რომ არის თავისუფლების დიდი ხარისხი ამ წუთში და არის ადამიანებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ ისინი საქართველოში ცხოვრობენ და აზრობენ ქართულად, ლაპარაკობენ და ქართული სახელმწიფო უკვე არის ქართული სახელმწიფო ნამდვილად. ძალიან ძნელია იმ ეპიზოდის გახსენება, სადაც მე მოვხვდი. მაგრამ არის სიხარულის დღეც, მაგრამ არის სევდიანის და სიხარულიც, რადგან აი 9 აპრილმა დაუდო სათავე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რამე თუ 9 აპრილი იყო დასაბამე საბჭოთა იმპერიის მსხრევისა, რომელიც მათ შემდეგ განვითარება იგივე ბაქოში პოვა, ვილნიუსში პოვა და ზუსტად ნიშანდობლივი იყო, რომ ზუსტად 2 წლის მერე 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა. მართლა ძალიან ძნელია, არ ვიცი 21 ადამიანი შეეწირა და 2000-ზე მეტი მოიწამლა ამ დროს. მათ შორის მეც ვიყავი მოწამლული. მაგრამ ეს იყო ქართველი ერის ერთიანობა, რამაც ქართველებს დასაბამის მის ერთიანობას და მე ისეთი ერთიანობა, როგორც მაშინ 9 აპრილის შემდგომ იყო მართლა არ მინახე, აი 25 წელია მოვდიოდა ის ერთიანობა, როგორც 9 აპრილის შემდეგ იყო, ასეთი ერთიანობა ქართველებს არ ქონია და ვისურვებდი, რომ არ დაჭირებოდეს წლები ქართველი ენის გამთლიანებას, ისეთი სიყვარულით ერთმანეთსადმი ხედვას და დანახვას, როგორც აი მაშინ 9 აპრილის შემდეგ იყო. ისეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ისა ჩვენი საგანმათვის